გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი კვლევა წარადგინა. რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში, როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში 15 და 79 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. 2020-დან 2022 წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევამ რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოკვეთა. კერძოდ, კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. ასევე საქართველოში ყოველ მეოთხე ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. როგორც კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, 2017 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით გარკვეული მიმართულების სტატისტიკა მომატებულია, თუმცა ეს ცნობიერების გაზრდის ხარჯზე, ვინაიდან ადამიანებმა გაიაზრეს, რა ქცევა გულისხმობს ძალადობას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოსაფრთხოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესებას და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას. ყველაზე გავრცელებული ფორმები გახლავთ ფსიქოლოგიური ძალადობა 24%, მოყვება შემდეგ ეკონომიკური, ფიზიკური და ყველაზე დაბალი პროცენტით სექსუალური ძალადობა. ასევე ეს კვლევა ზომავს სექსუალური შევიწროების გავრცელებას და ძალიან ფართოდაა გავრცელებული, 4 ქალში ერთს აქვს გამოცდილი სექსუალური შევიწროება და მნიშვნელოვანია, რომ 11%-მა თქვა, რომ სასწავლო ადგილას განუცდია, ანუ უმაღლეს სასწავლებელში ან სკოლაში ასეთი ტიპის სექსუალური შევიწროება. არასრულსლოვნებზე არის გამოკითხვა და როგორც წინა კვლევაში, ისე ახლაც სადღაც 9% იყო წინა კვლევაში, ახლა არის 8.5, ვისაც განუცდია რაიმე ფორმის ძალადობა 18 წლამდე. კვლევა აერთიანებდა რამდენიმე მიმართულებას, რაოდენობრივ კვლევას და თვისობრივ კომპონენტს. საქსტატი ჩართული იყო მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებაში და შესაბამისად ჩვენ პასუხისმგებლობას მხოლოდ ამ რაოდენობრივ კომპონენტზე ვიღებთ. ზოგადად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა, რომლის შედეგებიც პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნება ერთობლივად დღეს.